გაძვერება ერთი რო არის ტყუილი, იმიტომ რომ პირიქით შენელებულია ინფლაციური პროცესები, მაგრამ ჩვენ ამით არ გვმაყოფილდებით, ჩვენი ამოცანა, რომ ფასები შემცირდეს, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი. კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას, ჩვენ სამუშაო პროცესის მთავრობაში გვექნება მომავალ კვირაში და ამის შემდეგ უკვე საბოლოო გეგმით სარწმუნოებით საზოგადოების წინაშე. თქვენ ბოლოს იყავით მაღაზიაში, როცა ამბობთ, რომ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი, რომელმაც იცის რეალური ვაკვირდები ხოლმე ვებგვერდზე დევს ფასები და რა ფასებიც იყო ერთი თვის წინ, იგივე ფასებია შენარჩუნებული განსაკუთრებით ძირითად პროდუქტებზე, ხო, როგორც არის. გარეთ ხდება, არავინ არ გეუბნებათ? არ კომპიუტერში არის ასახული რეალური ფასები, რაც ხდება მაღაზიაში. არ სწორია, იმიტომ რომ ყველაფერი გაძვირდა. არა, რა გაძვირდა? ვაკვირდები რა ღირდა და რა ღირს, ან კარაქი რა ღირდა და რა ღირს. კვერცხი 85 თეთრი ღირს და ყველი და 85 თეთრი კი? 85 თეთრი კი? წაგიყვან და 85 რა სოფლის და ქალაქის. წაგიყვან 4 და 60-ად გაყიდინოთ 10 კვერცხი. კოდის კვერცხი გულისხმობთ ამას რომ ხორცი რა გიცით? თუ კამათობთ ვიკავ, ხორცი რა გიცით? თქვენ რაღაც მე გაყიდინებთ კონკრეტულ ფასში. რამდენშია თქვენ მითხარით და მე შეგესწორებ. მე წაგიყვან და საქონლის რბილ ხორცს და ღორის რბილ ხორცს გაყიდინებთ 9 კილოგრამს 10 ლარში. სატყიდულობთ ბატონო ვირაპე აუც ამდენი სადნახულობ 9 კილოგრამს გაყიდინებთ 10 ლარში. საქონლის რბილი ხორცი, ღორის რბილი ხორცი 10 ლარად გაყიდინებთ. თქვენით 40. გითხარით და მივალთ. აი წაგიყვანთ მაღაზიაში. პირობა კი ბატონო. ჩვენ ვიყიდით 10 ლარად. ახლა გაჩვენებთ, როგორც კი დასრულდება ჩაწერა, გაჩვენებთ ფასებს, მათ შორის ვებგვერდზე და შევიძლიათ გადავამოწმოთ მაღაზიაში.